საქართველოს პირველი არხი წარმოგიდგენთ. ეხლა ისეთი ბედნიერი ვარ, ყველას რო არ ეძინოს, ვიყვირებდი რა ბედნიერი დილაა თქო. როგორც იქნა დამთავრდა ონლაინ მუშაობა და დღეს პირველად მივიდივარ ოფისში სამუშაოდ. აი მე ისეთი აჟიტირებული ვარ, ისეთი ბედნიერი ვარ, აი არ ვიცი, პირველ დღეს სკოლაში რომ მიდიხარ, აი ეგეთი. მაგრამ არ არის კარგი შედარება, იმიტომ რომ პირველ დღეს სკოლაში რომ მიდიხარ, უფრო ნერვიულობ ვიდრე გიხარია და მე ეხლა უბრალოდ ძალიან მიხარია. თან ისე მიხარია, რომ არც ქალბატონი მარიას წიკები მახსოვს, არც თამრიკოს ინტრიგები, არც ვანოს ბუზღუნი. აი მე როგორ მომენატრა ვანოს ბუზღუნი. ბუზღუნი არც სახლში მაკლდა მანანას გადამკიდე, მაგრამ მაინც ხალხი მომენატრა ლაივში. ამ ჩემს სიხარულს კიდევ ის ამძაფრებს, რომ დღეს ნახავ ელენეს. დამთავრდა კარანტინი. 2 დღეა კარანტინი დამთავრდა, მართალია, მაგრამ ელენემ ვერადავერ მოიცვალა ჩვენთვის. როგორც ტასო ამბობს, ეგ და თავისი ქმარი ოდესმე საძინებლინად გამოძვრებიან, ეგრევე ჰიპერმარკეტში შეძვრებიან. იმიტომ კი არა, რომ რაღაცას იყიდიან, არა, უბრალოდ ელენეს ხალხი მოენატრა. ვაი მე როგორ მიხარია, ერთი სული მაქვს ელენეს როდის ვნახავ. ჩემგან აკოც. კაი ბოდიში გაგაღვიძე, დაიცი. წავედი. მაგრამ საუზმე არ გვაქვს. არ ვიცი გაიგე თუ არა, მაგრამ სამსახური დამეწყო და დღეიდან სამნაირ საუზმეს ვეღარ გავაკეთებ. და ერთნაირი რა გვაქვს? პური, კარაქი, ყველი და თაფლი. აი ყოჩა. ბევრი იწვალე თაფლის და ყველის გაკეთებაზე, კარაქის ამოყვანაც არ ექნებოდა ადვილი. თაზარა ხდება? ნაფერი ხუმრობ, რაც შემიძლია. ვაი მე რაზე ხუმრობს, ბატონი გეწაძე ამ დილაუთენია? მართლა და საუზმის გაკეთება ვერ მოვასწარი და? მე თვითონ ვერ გაიკეთებს, თუ ჩინმენდლებს ჩამოართმევენ. ქალბატონო მანანა, რატომ ლაპარაკობთ ჩემზე ყოველთვის მესამე პირში? გონიათ არ მესმის? რო გესმოდეს, შენს ადგილას ახლა მე ავდგებოდი და დაღლილს სიდედრს ყავას გავუკეთებდი, მაგრამ მე ვინ მომცა მაგის ბედი? მე გაგიკეთებ დედა. აუ, მეც გამიკეთე რა. მარტო კარაქიან პურს მირჩევნია ყავა დავლიო. მოიცა, მაგრამ რა ხდება, მართლა კარაქიანი პურის გარდა არაფერი არა გვაქვს. დედა რა ვქნა დამეცინა? გამოდი მიმიშველი, ვალადებს მაინც გავაკეთებ, მართლა რა ჩამოსამხელა კაცმა. აი, რო ამბობენ, სიდედრს დედის სუნი აზდისო, ხო ყოფილა მართალი? ვაიმე, რას არის ამს ახლა ერთი ალადის გულისთვის რა. დიდი ბოდიში, მაგრამ რატომ ერთი? მე ვაპირებ რომ 3 ვჭამო. დილამშვიდობით დე, დიდი დაკა. და მოდის. მე როგორ მიხარია, მე გვინ ჩვეულებრივ ცხოვრებას ვუბრუნდებით. შენ სამსახურში მიდიხარ და ჩვენ ისევ ონლაინ გაკვეთილები გვაქვს. ოთან ისე იღლებით, რომ აუიღლებით ბებო რა. და სულ სახში ვართ გამოკეტილები. აი ეგ თემები მამასთან. უთხარით საღამოს სადმე გაგასეირნოთ. გაკვეთილების მერე მოემზადეთ და მივდივართ. სად? ლილი ბებო ჩამოდის. Yes. ეხლა წავიდეთ რა გთხოვ. თან დღეს მაინც ესეთი გაკვეთილება მაქვს. არა, ჯერ არ ჩამოსულა. თამუნამ დარეკა 1 საათის წინ გამოვიდნენ ბათუმიდან. და სახში რა მოვიდეთ და იქ დავხვდეთ. აი მე გაგიჟდები რა, გაგიჟდები. გადაყოლილი ვარ ამ ბავშვებზე და ერთს არ მომიკითხავენ. და ლილი ბებუზე რა ამბავში არიან. მაგათ მართლა და მოვანატო თავი რა. ხო და წამოდით ქალბატონო მანანა საცხობში მე წაგიყვანთ და იყვნენ ესენი უთქველოთ საღამომდე. წაიყვან შენ? ხო. კაი, იმიტომ რომ მე ტასო დამირეკა, სკვერშია მეულდება გაგიჟებულია. მანდე მაკანო გეშინია. კაი, კარგად. მე ტვინი წაიღეს ამ ჩიტებმა რა. რა საშინელი გემო აქვს ყავას ამ ქაღალდის ჭიქაში. ქაღალდის რაღაცნაირი. როდის გაიხსნება ეს კაფეები? მე მაინც მომწონს.
მისე მენეტრებოდა კაპუჩინო. სამი შაქრით. დაუთვალე? გადათვლა უნდოდა, ეხლა ყველა შაქარი მაგანა იყო. ყველა არა. აი ელენესი არ ჩამიყრია. სად არის? წეგან დამირეკა მოვდივარო და. იგვიანებს ეხლა ეფექტის მოხდენა უნდა ეტყობა. სხვათაშორის მე მაგიტო ვიგვიანებ ხოლმე რო იცოდეთ. არაფერსაც არ იგვიანებს. აი მოვიდა. აი რა არის ეს ცხოვრება რა? მონატრებულ ადამიანს ვერ ჩაეხუტები. და განსაკუთრებით თავისი ახალი სამოცის ხარისხს ვერ შეიკუსო ხელი. ხო, თქვენთვის გამოვიბრანჭე. აბა უბრალოდ ჩაცმული ხوار მოვიდოდი. აუ ელე, როგორ მომენატრე. მოყევი რა ხდება? კაი, ახალი საწოლი. შპილია? აი, ხან მაწით. გაწითლებთ კი არა ჭყვიალებ ელენე და როგორ მიხარია რომ ბედნიერი ხარ. რაც მე შენზე ვილოცე. ერთი გიხოცები, ჩემზეც ილოცე რა. მე ყოველდღე გიხსენებ შენ და ზოსიკოს ლოცვებში. ხო. ცოდვას ჩავარდნილებს როცა ვიხსენებ, მაშინ გუგასაც. ვაიმე მე მგონი დამოვიწყდა რა საყვარელი ხარ ნათი. იმი გაწყალეს ამ ჩიტებმა გული, ნუ. გარბის პირველი წილი. იქნება ან ქალს დაელოდო, ან უკან მოიხედო, იქნება დავარდი და კისერი მოვიტეხე, გაიარე კაცო ერთი რა. მე რა დროს სიცის ხოლმე რა. თქვენც ნოუპასუხო. ო, ზაზა კი არა ვარ, ტელეფონს არ უპასუხო. იქნება რა უჭირს ადამიანს, სად არის? დამიჭირე ერთი ეს. ნელა, ბიჭო, ნელა, წნევის აპარატი მიდევს მან. არც შემირხევია ბაბუქი. მე რა უნდა ნეტანდილა უთენია ვიოლასა? ხო ვიოლა, ხო გინაცვალე. ვაიმე რა კარგი გოგო ხარ, რო არ გავიწყდები რა. კაი კაცო, ქალი ვარო შენ უნდა თქვა. სტილისტი ყავს სახში. ალბათ რა ბედნიერებაა. ო, არა, რას მოვალაბა. გუში რომ ცოდნოდა. კაი კაცო, აი ვერ ვაკონტროლებ მესენჯერს. ძალიან ძნელია. კაი ვიოლა, კაი იყოს. არა კაცო, ვინ დავტოვო, ვინ მყავს ეგეთი. ჩემს სიძე ძალიან ენაღვლება ეხლა მე თმას შევიღებავ თუ შევიჭრი. უბრალოდ არ მეტყობა თორე. თუ მან საწყობს დაველოდები. ვიცი. გადაო? ორიდან ერთს ჩემს თავზე ავიღებ, ან თქვენი საწყობი, ან თქვენი ვარცხნილობა. მე საწყობს ავირჩევდი. რო არ ვიცი როდის მოვა? არც ეგაა პრობლემა, დაველოდები. დრო იმდენი მაქვს, რომ ვიოლა, მოიცა მე მგონი მოვალ. ხო, კაი, აბა. ზაზა. ვიოლასთან გამიშვებ და შენ საწყობში წახვარ? თუ გინდათ ვიოლასთანაც წამოგვყევით რა პრობლემა. აი მე მაინც რაღაცნაირი გულიანი ხარ შენ რა. აბა. წავედით? წავედით. არ მჯერა რა გხედავთ? არც მე. მე მჯერა ბატონო და მამუშავეთ ხა დამასალეთ, ნუხმაურობთ. მაშინ იცი რა სიძამ ჩუმჩუმად შემოგხედავ ხოლმე. ვანო რომ მართლა დავიჯერო რომ აქ ვარ. იმუშავეთ, ამრიგო იმუშავე და 2 წუთი დარწმუნდები. რა ვიცი ეს კორონა ხალხს უფრო ტკბილს და რბილს გახდისო და ვანოს არაფერი არ ეშვი. საქმურობასაც გადააჩვევს, ამასაც ამბობთ. და არ მაქვს ვანოს საქმე და საერთოდ ესე თუ გაგზელდა რა გვეშველება მე არ ვიცი. კაი, თამრიკო დამშვიდი. ეხლა დამთავრდება ეს საგანგებო და ვიმუშავებთ, აბა რას ვიზამთ? თუ დამთავრდა კი, აწყვავთ მაგათ სახლში ჩაკეტილი ხალხი. რა შეაწყობთ? ადვილი სამართავია უფრო ბატონო. ქუჩაში რომ დავდიოდი რითი ვიყავი ერთი უმართავი. აი, დამაგვიანდა? კი, მაგრამ უფროსი თქვენ ხართ და ვინ გეტყვით საყვედურს. ყველათ არ დამგვიანებია. ერთი წუთით. შემოდი. ჩემი სალამი ქართულ არქიტექტურას. იცი რა, ვანოსთან დადგი, რაც შეიძლება ახლოს. დაუდგი. აი ასე რომ დადებითი ენერგია დაიმხდოს. კი, ვანოს ნამდვილად ჭირდება დადებითი ენერგია. ეს რა, კაცო, რა დამეთქით აქ? ეს უარყოფითი აურისგან გამწმენდი მცენარეა. საოცრება. და საერთოდ ქალაქში რომ ბევრი დარგო, კარგი იქნება. იცი რა, ჩემი ერთი ნაცნობი მუშაობს მერიაში. უნდა ვთხოვო. ლამაზია. ისიც ამ მცენარის თვისება, რაც უფრო ბევრ უარყოფით ენერგიას იწოვს,
უფრო და უფრო ლამაზდება და ლამაზდება. ქალები ვიტყვაფილა ხა. და შენ რა დაგიშავეს ერთი ამ ქალებმა ვანურა? მუშაობას არ მაცდია მატანა, მეტი რა უნდა მიშავა. თავისუფალი ვარ მე ქალბატონო მარია. კი, ექვსამდე თავისუფალი ხარ. კარგად. და რა? აჰა. იყავი ლამაზი, რა თქმა. არჯობია უშნო იყო და ბედნიერი. ვაიმე გოგოებო! კიდევ გაიცნო მაინც მყავხარ. ცოცხალს მომისწარე. ამაში მაინც გამიმართლა. კარგი რატასო. ყველაფერში გაგიმართლა, ღმერთს მადლობა უთხარი. ვაიმე რაზე ვუთხრა ნათია მადლობა, მთელი ცხოვრება შარში რო ვარ. კარგი ნუ ეტყვი იმას და ჩვენ გითხარი რა გჭირს, მეორედ რომ შეყვარე უკვე დღეს აქ. მადლობის მაგიერია. ჯერ ერთი პირველად შენს ანახავად შეკყარე. ეხლა კიდე მე დავიღუპე. ვაიმე, ცუდად არის. ტასო. ნუ კიდე კაცო სახელზე ხელს. ისეთ საშინელ დღეში მაქვს კანი. არა, ეხლა უნდა მეთქვა რა როგორი გლუვი კანი გაქვს თქვა. კაი, ტასო ხა არ მითხრა რომ შენი კანის გულისთვის მოგვიყვანე მეორედ აქ. ესე იგი რა ვიფიქრო ეხლა რომ ჩემი ვიზუალი თქვენ ფეხებზე კიდიათ? ვაიმე, ძალიან კარგად გამოიყურება ჩემი მეგობარი, აი ძალიან. ვაიმე, ხა როგორ უნდა დაუჯერო ამის მერე ამას? რა ის არის კარგად გამოიყურება? ბზინავს ეხლა ეს თმა? თუ 3 დღის წინ ჩემით გაკეთებული ფშხილები მოგწონ. არა და მე ახალი გაკეთებული მეგონა. ნერვებს მიშლით რა. ხა და გაიკეთე მერე და აღარ მოგეშლება ნერვები. ჯერინას მოვიჭრი და მერე გავიკეთე. ნუ არც ეგ არის ცუდი იდეა. ხა ცოტა მოჭრა არა, მაგრამ ცოტა შემოკლები. კაი, მართლა თქვი ეხლა სადრა წამოგცდა. იდიოტი ვარ გოგოები, ისრული იდიოტი რა. გიორგი დაპატიჟე ჩემთან სახლში. და მე მაგაზინერვიულო. ნორმალურია ეხლა ეს არ არის სანერვიულო. ნუ არ არის სანერვიულო ხა. ესეთი ამბავის ასატეხი ნამდვილად არ არის. დღეს მოდის? არა ხა. და რა განერვიულე? ვაიმე რაღა მანერვიულებს, იცი როგორ გავარდება ეს დღე? 12 საათია უკვე, ისიც არ ვიცი რა გავაკეთო საჭმელი ან როგორ მოვემზადო და როდის მოვასწრო ეს ყველაფერი. იდიოტი ვარ, იდიოტი რა. მე პატიჟებოდა და წაეთრიე რა ტასო რა, წაეთრიე რა. ერი პირუდე კვეტიუეკეთ. მატრაკოიცა ვარ და მაგის გამო ვისჯები ეხლა. აი ტასო, ერთი კაცის სტუმრობა ხა დასჯა? აი მითხარი რა გაქვს და მე გაგიკეთებ რამეს. რას გამეკეთებ ნათია ჩაკაფულს? ხო! ვაიმე გუშინ გავაკეთე, ისეთ გემრიელი გამოვიდა. კარგა ბლომად ხახვი დავჭერი, მსხვილად მოვთუშე, კოტიკო გადაირია. ნუ კოტიკო კი, მაგრამ გიორგი ვერ გადაირევა მოთუშულ ხალხზე ნათია. ნუ მაშინ მე გაგიკეთებ რამე კარგ სალატს. მე არ იცი ელენა ეგრეებს ჭამს. თინეს რო თხოვა და თავის საფირმო პეროგი გააკეთოს. არა, ვითარი გლუტეინი, არ ეკარება ეგეთ რაღაცებს. მე დავიღუპე. ვაიმე! მოვიფიქრე. ჩემი ოქროს შორინა რო გამოგიგზავნო ხალდილიდან არ გინდა, სასწაულებს დაატრიალებს. და რას გამიკეთებს შორენა? ყველაფერი, რასაც ეთქვა, წავა მოიტანს, გაამზადებს, გაგიშლის სუფრას, გააწუხს ყველაფერს სასწაულად. ხო, და შენ ამასობაში მოემზადები. თან მე შემიძლია დილას გამოვიარო, ზოსიკო წავიყვანო. და ნუ გიო და ზოსიკო გაერთობიან ერთად. მართლა? ხო. გოგოება თქვენ რო არ მყავდეთ. მე რაზე ნერვიულად და დისტანცია. ვიჩიტები ჭიქჭიქი აკაღიზია რა. მე არ არის სამართ. გამარჯობა, ხაჭაპური გააქვთ? არა ჯერ. მალე იქნება? რა ვიცი, აი მოზელილი მაქვს, სულ მოგადაველოდებ. იქნება დღის მეორე ნახევარში. კარგით. ანანა! აუ რა ურთიერთობა აუწყიათ. თინაბიჯი აქედან მანჩომდე. ანანა არის? არა, გამარჯობა. აუ საბუთი უნდა დამეტოვებინა. მე დამეტოვეთ. მე ნდობით აღჭურვილი პირი ვარ. გაიხარ. უმაღლესი ხარისხის ფილია თქო უთხარი. თუ ძმა ხარ, დღეს მარტო ვარ და აი სამი ტომარა თქვილი. ართა რომ დაგიტოვა, ხომ შეიძლება შეგით? აბა რას ვიზა?
და დამიხუთე კაცი. გავაგეთ ფანჯარა რა. ღია ვანო. ო. ალბათ ამცხელა ეთქო მაგაც ოფლი მასხავს. ესე ძალიანაც არ ცხელა. აბა რა დავიხშო ეგას. თაგული მაგცუდათ. რა დაჭრელებული ხარ სახეზე? აი. მიხურს და იმიტომ. აი მე. რამჯერს გული მაგცუდათ. აი მე რა ვქნათ კორონა? არა რა კორონა. მაკა? აი არა, ნუ ნერვიულობ. სასწრაფო ხარ გამოვიწე ხო? ვიტან მაგაც მოდმას. არა ძალიან ცუდად რო ვარ. სიცხე არ გაქვთ, წნევაც წესრიგია. ცოტა პულსი აჩქარებული და სატურაცია დაბალი. კორონა მიცისო ხო ეგ? რომელიმე კლასტერთან მაქონიათ შეხება. რას ლაპარაკობთ? აბსოლუტურად უკლასტერო კაცია. და უცხოეთში მოგზაურობის ისტორია? ეც საქმე არა მაგ. მაგას დავხარჯა ფულს რა. ვინმესთან ხომ არ გიკონტაქტი აქვს მეზობელთან მაგალითად? კარის მეზობელთან ნაჩვარი ვარ. დაღარჩენებს არ ვიცნობ ბატონო. აი მიუჩვენებს. და ეს ლაქები რატო აქვს? და კორონა მიცისო ეგეც მაკა. ის ქალი გააჩუმეთ. ალერგიამაც იცის და სხვათა შორის სიმპტომებიც ემთხვევა. რამე ეგზოტიკური ხომ არ გიჭამიათ? ამ каранტინის დროს რა უნდა მეჭამა რა? კარტოფილს და გრეჩი ხას ფარშავ კაცო და არჩენი მეზარები. და თავით ცუდად როდის იგრძენით? ასე 1 საათი წინ. მარია რომ მოვიდა. ეხლა მარიაზე ხო არ ექნება ალერგია რა? იცით, აი ეს ბუჩქი ჩვენმა უფროსმა მოიტანა წეღან და შეიძლება რომ ამაზე გქონდეს ალერგია. საშინელი სუნი აქვს. რა ბუჩქია? რა ვიცი, აურას მეცო, აურასო. ის შხამიანი სუროა. ძალიან ალერგიული მცენარეა. არ ვიცოდი საქართველოშიც თუ იყო. აი მოგითხარი და ყველა მემერჩის, ყველა. ნუ გეშინიათ. ახლა მათიხსტამის გაიკეთებ და ყველაფერი გაგივლით. და მაგას რა უნდა უყოთ ამ მცენარეს? რა უნდა უყოთ და გაიტანეთ და გადააგდეთ. არა ბატონო, არა მაგის გადაგდება არ შეიძლება. მე გადამაგდეთ პირდაპირ პანჯრიდან. ეს სუპესტინი მომიწევს. გაიცე. რატო იხრები არ ხდება? არა. რა დამიკეთა იმ თამერეთ ესე მომია. საერთოდ არ მჩვენე. მაგარი გამოყიჩებელია. და რეცეპტიც მომძალ. ესე შეწამოწეკი. აპტიაქში ჩავალ და ამოგიტან არ გინდა? საწახვალ შემოდი. მოიცადე, ჩავალ და არა, მოიცა შემოდი. ჭამოთ და მაგარი მოსკითხო. მაი ახლა მიხარი. არში, მიხარი. მანანას ხელი მიგაკეთა, ხოიცი? ნორე, კაცი, სტუმარი მოხვედი ოჯახში და არ მშიაო, გაიძახი? აი, მე თან რაზე ამბო ბუარს? მანანას ცნობილ კვერცხის ჩახოხბილზე. მარტო ჭამაკი არა. 1-2 წინადადების ჩაწერა მოგიწევს შტაბეჭდილების წიგნში. აჰა. ბიჭო, გამიგია მაგარი ხელი აქვს შენს იქეს, მართალია? და თვითონ როგორია იცი? კინგვილის. რა, გოსერთი. მიდი პური გადმოვიდა. საჭმელი ძალიან ცხელი გიყვარს თუ ისე რა? ნახე რა შენც ახლა პრეტენზიული რა მინდა. ისა ბიჭო, კაი ამბავი მაქვს რაო? ხო, მანქანას ვყიდი. მე ეგარი კაი ამბავი. ჯერ არ ვარ მაგრამ რო გავყიდი მე იქნება უმაგრესი ამბავი. შენ ამ ყველაფერს ფულის გამოვაკეთებ. შემიძლია გასასხო. არა, არ მინდა სესხება. ბიჭო, გონია რა პროცენტიან ვალს გთავაზობ თუ რა არის, ვერ გავიგე. როცა შეგეძლება მომცემ უკან, ან ვაფშე აბაზარია ხარ, ვიცნობ თუ რა. უბრალოდ არ მჭირდება ეს ორი მანქანა. მე არ მუშაობ ძმაო. ბავშვები და სახლში არიან, რა მინდა. ჯო სულ სამსახუროდ ხო არ იქნება, რა დაგემართა. თუ გამოჩნდა რამე, ისეც ვიყიდი რა, ეკონომიურს. თორე ეს წამს გიჟივით. აი, შენ ნაკები ჩახოხბილი მე მგონი დაიწვა. არაფერიც. გადავჩენი ვარ. კარგი ვანო, კარგი. თუ გინდა ხვალაც ნუ მოხვალ. დაისვენე. როგორც გინდა. კარგი. აბა დროებით. ნახვამდის. რაო, როგორ ვარო? უკეთო.
საშინლად მткиოდა თავიო. აუ ძალიან შემეშინდა. მე კიდე კორონა მეგონა. კიდევ კაი გადარჩით. არა, იცი რა მაინტერესებს? ნამდვილად ჩხამიანიაო ეს მცენარეო? ხო და თან საშინლად ალერგიულიო. კი, მაგრამ მე აურისხე დაგაბარე და კი, დამაბარეთ, მაგრამ სანერგეში გითხრეს ეგ აღარა გვაქვსო და აურას ესეც მაგრაც მეც. და შენც დაუჯერე არა? ბუდიში და რატო არ უნდა დამეჯერებინა? რატომ და კინაღა მოკალე კაცი? ეგ მე საიდან ვიცოდი? თორე ისე გონი აქ აურა გაწმენდილია. ხო ნუ რახან გადავრჩით არა უშავს. თანამ ვანოს ისეთი ძლიერი ორგანიზმი აქვს, მაგას არაფერი არ მოუგიდოდა. ვაიმე ოფის რა უყო. შხამიანი სურო ეხლა რა აურას დატოვებ და ვინ იცის? და სხვა რამე ბუჩქი რომ მოვიტანოთ, აი მაგალითად ჩაის. ვაიმე, იქნებ ცოტა ხანი არ გვინდა ეს ბუჩქები და მცენარეები, ჰა? და უბრალოდ ფანჯარა გამოვაღოთ. იცი რას ფიქრობ? სპეციალისტი ხომ არ მოვიყვანო და აურა გავაწმენტინო? ო, თქვენ როგორც ჩათვლით, ისე მოიქეცით. მაგრამ მაინც ბადრის ნუ მოაყვანინებთ სპეციალისტს. შენ ხარ დედა? მე მაკარა ბებია შენი ვითახარ რა დამინახავდა რომ მოვედი და მაინც მოხვედი. დედა რა ლამაზი ხარ? რა კარგად გაგთმა? ისე კარგად შემჭრაი გოგო. გიჟდები დედა შენზე. აი, სად მოასწარე ხე? დღეს ისეთი საქმე გამიკეთა ვიოლამ და შენმა ქმარმა. ვინ ზაზა? ხო, დამირეკა დილით ვიოლამ. სტილისტი მყავს სახში და თუ გინდა ჩაგწერო. მე უთხარი ვერ მოვალ ვიოლა საცხობში უნდა წავიდე ფქვილს უნდა დავხვდე მეთქი. როგორც კი გაიგო, იმ წუთას მითხრა თქვენ წადით ვიოლასთან ფქვილს მე დავხვდები საცხობშიო. აი რა საყვარელია ზაზა. ვაიმე საყვარელი კი არა, იმდენი ვიტირე ვიოლას რო უყვებოდი არ მიჯერებდა. მაგრამ არც მე დავრჩი ვალში. გამოვიარე აქ ჩვენთან კარგი საცხობი როა და მაგას რო უყვარს ის ლორიანი ლობიანები ცხელი მოუტანე. კაი, რანაირი ხარ ზე? გულიანი დედა, გულიანი. სად არის? ვინ? ზაზა? ოთახშია წამოწოლილი, დაუძახო? არა კაცო, არ დაუძახო, მე თვითონ მიუტან. აა. ჩაი დალია უკვე? არ ვიცი. მე მაგა ქმარს არ უნდა კითხო. მიდი შენ ჩაიდანი დაადგი და მე მიუტან. საამშვიდობის. დღეს ძალიან უცნაური დღე იყო. უფრო საშიში. ისეთი არაფერი არ მოხდა რა სულ პირიქით, მაგრამ ხო იცით როგორ არის? ზუსტად მაშინ უნდა გეშინოდეს, როცა ყველაფერი კარგადაა. ეს რაღაც დებილობა ბებია ჩემისგან ჩამრჩა და სულ ნერვებს მიშლის. მოკლედ დღეს მთელი დღეა, უბრალოდ ბოლო 3 საათია. მანანას არც ერთხელ არ დაუწუწუნია. პირიქით ისეთი ბედნიერია დაფრინავს. ნუ შორს თუ ვერა, ზაზას საძინებლიდან სამზარეულომდე ნამდვილად დაფრინავს. რადგან დედა ჩემისა მამაღლებულ განწყობაში ზაზას ხელის ერია, ზაზამაც ისარგებლა მდგომარეობით, თავის ოთახში წამოწორილმა ივახშმა ჩაი დალია, დესერტიც დააყოლა და მე არც ერთხელ არ შევუწუხები ვარ. ყველაფერს დედა ჩემი აკეთებდა. ჩაი მომინდა. აი თურმე რა უნდა ადამიანს ბედნიერებისთვის. მithumetes ისეთ კეკლუცა ქალს, როგორც დედა ჩემი. თმა შეიჭრა, შეიღება და ბედნიერია. აი მე დიდად ვერ ვხალისობ ეგეთი რაღაცებით. და დედა ჩემი სულ მეჩხუბება, მაგრამ რა გავაკეთო? სალონში დროის კარგვას მირჩევნია გოგოებთან ერთად ყავა დავლიო. დღეს ისეთი კარგი იყო, სკვერში, ჰაერზე. ჰაერზე გამახსენდა. ჩემი შვილები, მე მგონი ერთი თვის თავზე პირველად გავიდნენ ჰაერზე და ფეხით მისულან ბებიამისთან. მოენატრათ ეთყობა ქუჩაში სიარო და ბებიაც, რა თქმა უნდა. მოკლედ, ესეთი ბედნიერი დღე იყო. უბედნიერესი. მართალია ვანომ ცოტა შეგვაშინა სამსახურში, მაგრამ ეხლა ვანოც კარგად. ვაიმე დავიღუპე, მიშველეთ, დავიღუპე.